გამარჯობა მეგობრებო, მე ბაფი ვარ და გადავწყვიტე დღეს ხარისხიანი კომედიების რეკომენდაციაში მოგთავაზოთ. როგორც წესი კომედიებში იშვიათობა, გამორჩეული პრეზენტაცია ან ისტორია. ჰოლივუდის კომედიების უმეტესობა ზედმეტად ფორმულირებული, იმპროვიზაციაზე დაყრდნობილი და უბრალოდ არასასაცილოა ჩემთვის. ამიტომ, როდესაც კარგ კომედიას ვაწყდები, სასიამოვნოდ გაკურვებული ვრჩები და თან აუცილებლად ვიმახსოვრებ, რომ მე მეგობრებს მაინც ვურჩიო. ასე რომ მეგობრებო, დღეს კომედიური ფილმების რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. თითოეული მათგანი ჩემი აზრით უფრო საინტერესო და განსხვავებული ვიდრე საშუალო დონის კომედიური ფილმები. პირველი და ამ სიაში ყველაზე ახალი ფილმი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, არის The Death of Dick Long, ანუ Dick Long-ის სიკვდილი. ფილმის რეჟისორი დენიელ შაინერთი გახლავს და მთავარ როლებს Michael Abbott Jr., Virginia Newcomb და Andre Hyland ასრულებენ. სიმართლე გითხრათ, ფილმის შინაარსის ოდნავი აღწერაც კი საკმაოდ რთულია სპოილერების გარეშე. თუ დენიელ შაინერთის წინა ფილმი Swiss Army Man ნანახი გაქვთ, ალბათ იმისთვის მაინც იქნებით მზად, რომ უცნაურ ფილმს ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ ვიცი მომწონს თუ არა Swiss Army Man, იმის უარყოფა ნამდვილად შეუძლებელი, რომ ძალიან განსხვავებული ფილმია ყველა სხვა დანარჩენისგან. რაც თავისთავად უკვე საინტერესოა. რაც შეეხება დღევანდელი განხილვის საგანს, The Death of Dick Long-ს, ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე უცნაურია, როგორც Swiss Army Man, ალბათ, ფილმის დასაწყისში მაინც. ეს კომედია გამოძიებაცაა, ამიტომ რაც უფრო მეტ ახალ ინფორმაციას იგებ, მით უფრო უცნაური ხდება ფილმი, ან მით უფრო ხვდები, როგორი უცნაური იყო ფილმი დასაწყისშივე და თურმე არ იცოდი. ისტორია ძალიან ჩამთრევი და დაძაბულია და თან საიდუმლოებებით არის მოცული. მთელი ფილმის განმავლობაში ვცდილობდი გამომეცნო რა ხდებოდა და ჩემთვის მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა საბოლოოდ სიმართლე. ისტორიაც ისე მეთოდიკურად ხდება ნათელი, რომ თან სულ ჩართული ხარ მოვლენებში და თან ალბათ ვერ გამოიცნობ რა ხდება. და ფილმის ბოლოს უკვე სიმართლე რო იცი, რაღაც მომენტები გახსენდება და სხვა თვალით უყურებ და ამიტომ სხვანაირად აღიქვა ამ მომენტებს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად როცა კომედიას მარტო ვუყურებ, ხმამაღლა არ ვიცინი როგორც წესი. თუ რაღაც ჩემთვის სასაცილოა, ან გულში ვიღიმი და ან გარედანაც გამეღიმება და ვაქნევ თავს. თითქოს იუმორს ვეთანხმები იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ძალიან იშვიათია, რომ ხმამაღლა ჩამეცინოს ან გამეცინოს, მაგრამ The Death of Dick Long-ის ყურებისას ეს მოხდა და თან არაერთხელ. თვითონ სიტუაცია და ისტორია ისეთი სასაცილოა, რომ შანსი არაა ერთივეჯერ მაინც არ გაგეცინოთ ხმამაღლა და თან გემრიელად. აქვე ისიც უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ მსახიობები იდეალურად თამაშობენ. ყველა ბუნებრივია, მაგრამ თან მათი კომედიური ტაიმინგი ზედმიწევნით ზუსტია. თითოეული პერსონაჟი განსხვავებული და სახასიათოა. ერთი ბავშვი დიდად ვერ ბრწყინავს, მაგრამ მადლობა ღმერთს ცოტა დიალოგები აქვს. და ბოლოს ფილმში გამოყენებული სიმღერებიც პრინციპში იდეალურია მაქსიმუმი კომედიისთვის. ერთადერთი უარყოფითი რაც შემიძლია ვთქვა ფილმზე არის ის, რომ ვიზუალურად გადასარევი ან განსაკუთრებული ან ლამაზი ან სტილისტური არ არის. ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურება და დიდად ვერ განსხვავდება სხვა ფილმებისგან. დანარჩენი ჩემი აზრით ძალიან კომპეტენტურადაა შესრულებული და ჩემთვის ძალიან სასაცილო იყო The Death of Dick Long, ასე რომ ნახეთ. მეორე ფილმი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, არის 2014 წლის What We Do in the Shadows, ანუ რას ვაკეთებთ სიბნელეში. ფილმის სცენარის ავტორები და რეჟისორები Taika Waititi და Jermaine Clement არიან. და მთავარ როლებს მათთან ერთად Johnny Brew, ალბათ, და Corey Gonzalez McQuarrie ასრულებენ. ფილმი არის The Office-ის სტილის mockumentary, ანუ დოკუმენტური სტილით გადაღებული კომედია, ოღონდ ვამპირებზე და მათთანა ცხოვრებაზე. როგორც აღმოჩნდა, არსებობს ამავე სახელწოდების სერიალი, რომელიც 2019 წელს გამოვიდა და რომლის შემქმნელები და სცენარისტები ისევ Waititi და Clementi არიან. მე არ მინახავს ეს სერიალი, მაგრამ ვენდობი ამ ადამიანებს და ამიტომ დარწმუნებული ვარ, ძალიან სასაცილო იქნება. მაგრამ მე დღეს მხოლოდ ფილმზე გესაუბრებით. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ფილმი საკმაოდ double budget-იანი არის, ყოლობაზეც ფანტასტიკურად გამოიყურება. ეს დოკუმენტურის სტილი ზუსტადაა გადმოღებული და ძალიან სასაცილო ეფექტს ქმნის. ფილმში იუმორი უმეტესწილად სიტუაციურია, დიალოგებს ბუნებრიობა ახასიათებს, იმის გათვალისწინებით, რომ ბებერ ვამპირებთან გვაქვს საქმე და ეტყობა ფილმს, რომ ბევრია იმპროვიზირებული დიალოგი, მაგრამ ეს სტრუქტურას არ არღვევს. თითოეული მსახიობის კომედი ტაიმინგი იდეალურია. ყველა ახალზელანდიელია და მათ საკმაოდ მშრალი, quirky და უცნაური იუმორი ახასიათებთ. რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მთელ ფილმს. პერსონაჟებიც ერთმანეთისგან განსხვავებული და სახასიათოა ყველა. ძალიან სახალისოა მათი ურთიერთობის ყურება. ეპიზოდური როლების შემსრულებლებიც კი ძალიან სასაცილოები არიან და კარგად გამახსოვრდება თითოეული. მოკლედ ყველა პრინციპში იდეალურია ფილმში. ძალიან მომწონს
პირების მითის და წესების გამოყენებაც. ეს წესები ყველა მაქსიმალურად კომიკური ეფექტისთვისაა ჩასმული და თან არც ერთი წესი არ არის უგულებელყოფილი. ყველაფერი გამოყენებულია და ყველა წესზე ხუმრობაა მოფიქრებული. ძალიან ჭკვიანურად დაწერილია სცენარი. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმს სიუჟეტი პრაქტიკულად არ აქვს, მოვლენათა განვითარება მაინც საინტერესო და მომენტებში დაძაბულიც კია. ერთი სცენა განსაკუთრებით შთამბეჭდავადაა გადაღებული სტილითაც და ქორეოგრაფიითაც. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, What We Do in the Shadows ძალიან სასაცილო სიტუაციური კომედიაა და სამახსოვრებელი პერსონაჟებითა და სცენებით, ასე რომ ნახეთ. Deacon, I will do my dishes! Good to do that! შემდეგი ფილმი, რომელსაც გირჩევთ, არის Walk Hard: The Dewey Cox Story. ანუ Dewey Cox-ის ისტორია, რომლის რეჟისორიც Jake Kasdan-ი გახლავთ. ფილმში მთავარ როლებს John C. Reilly, Jenna Fisher და Tim Meadows ასრულებენ. Walk Hard: The Dewey Cox Story არის მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმების პაროდია. პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ბაიოფიკი ერთ ფორმულას მიყვება. ძალიან მარტივია მოვლენათა განვითარების გამოცნობა ამ ფილმებში. თუ კონკრეტული მომენტების არა, სტრუქტურის თვალსაზრისით მაინც. თუ ბევრი ასეთი ფილმი გაქვთ ნანახი, Walk Hard ნამდვილად სასაცილო იქნება თქვენთვის. ფილმში ბევრი სხვადასხვა სტილის იუმორია. ზოგი ხუმრობა აბსურდისტული და რეალობისგან სრულად მოწყვეტილი, ზოგი სცენა პირდაპირ პაროდია ამ სტილის ფილმებისა და სცენის იუმორი იმაზე უფროა, როგორ იღებენ მუსიკალურ ბიოგრაფიებს ჰოლივუდში, ვიდრე თვითონ ფილმში მიმდინარე მოვლენებზე. და ზოგიც უბრალოდ სიტყვების სასაცილო თამაშს ეთმობა, სადაც იუმორის ძირითადი წყარო შეიძლება სიმღერების ტექსტები ან დიალოგი იყოს. გონია, რომ თუ მუსიკალური ბაიოფიკები ნანახი გაქვთ, ბევრად უფრო სასაცილო იქნება თქვენთვის Walk Hard. ძალიან ზუსტად დასცინის ფილმი ამ ჟანრის კლიშეებსა და სტრუქტურას. მაგრამ თან მიმაჩნია, რომ ყველა შეუძლია იხალისოს ამ ფილმით. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მუსიკალური ბიოგრაფია აქვს ნანახი. ძალიან მრავალფეროვანი ხუმრობებია ფილმში და ალბათ ყველას გაეცინება ერთხელ მაინც. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ John C. Reilly-ის შესრულება პრინციპში იდეალურია. ზოგადად ეს მსახიობი ძალიან მომწონს და კომედიურ ამპლუაშიც ბევრჯერ მყავს ნანახი, მაგრამ ეს როლი რაღაცნაირად ზედგამოჭრილია მისთვის. Reilly-ის ადგილას სხვისი წარმოდგენა Dewey Cox-ის როლში ძალიან მიჭირს. რაღაც გულუბრყვილობა ნარევი სერიოზულობით ასრულებს როლს და ძალიან უხდება ეს პერსონაჟი. ყველა სხვა დანარჩენიც ძალიან კარგადაა შერჩეული თავიანთი როლებისთვის და იუმორისტული ჩართვები ყველას ფანტასტიკურად გამოსდის. Walk Hard-ი იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებშიც ყოველი მომენტი მაქსიმალურად დახუნძლულია ხუმრობებით. ყოველ სცენაში რამდენიმე სტილის იუმორია გაერთიანებული. ერთ სცენაში შეიძლება ერთად შეგხვდეს ხუმრობები დიალოგში, ვიზუალში და მიზანსცენაში. ზუსტად ამიტომ მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის სახალისო იქნება ამ ფილმის ყურება. რაღაც სათქონო ხუმრობას მაინც აღმოაჩენთ ფილმის სხვადასხვა ნაწილებში. მაგრამ განსაკუთრებულად იმად გირჩევთ Walk Hard-ის ყურებას, ვინც ძირითადად ინგლისურად უყურებთ ფილმებს. ძალიან ხშირია დიალოგებში სიტყვათა თამაშზე აგებული ხუმრობები და სიმღერების ტექსტებიც კი ხშირ შემთხვევაში ან პაროდია, ან სასაცილო მეტაფორა, ასე ვთქვათ. ინუენდო არ ვიცი როგორია ქართულად. ინუენდოს გულისხმობ მოკლედ. და ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სიმღერები საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენია. აშკარად ეტყობა სიმღერებს, რომ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსებისა და ლირიკოსების შექმნილია. როგორც ვთქვი, ტექსტები ძალიან სახალისოა, მაგრამ მაგას რო თავი დავანებოთ, თვითონ სიმღერები ლამაზი, მარტივი და დასამახსოვრებელია. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვისაც პაროდიები გიყვართ, ვისაც ბევრი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმი გაქვთ ნანახი და ან უბრალოდ ვისაც სასიამოვნო მუსიკა და სულელური იუმორი გინდათ, Walk Hard: The Dewey Cox Story სათქვენოა. Dewey! Mama, you made it! There's my favorite 14-year-old son. შემდეგი ფილმი გახლავთ 2007 წლის Death at the Funeral, ანუ სიკვდილი დაკრძალვაზე. მე პირადად ორიგინალ ბრიტანულ ვერსიას გირჩევთ და არა 2010 წლის ამერიკულ remake-ს. ფილმის რეჟისორი Frank Oz გახლავთ და მთავარ როლებს Matthew McFadden, Peter Dinklage, Alan Tudyk და Chris Marshall ასრულებენ. ფილმი არის პანაშვიდის მსვლელობაზე, სადაც ეს დიდი ოჯახი დიდი ხნის უნახაობის შემდეგ იკრიბება. მეც არაფერს გეტყვი შინაარსზე. Death at a Funeral უფრო სტანდარტული კომედიაა, ვიდრე რაც აქამდე ჩამოვთვალე ისინი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლებად სასაცილო ან საინტერესოა. უბრალოდ ფილმის ყველაზე ძლიერი მხარეები, სცენარი და მსახიობების შესრულებებია. Death at a Funeral მე აქამდე მხოლოდ remake-ი მქონდა ნანახი და მახსოვს, რომ დიდად არ მომეწონა და ამიტომაც ორიგინალის აღარ ვნახე. მაგრამ რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე ბრიტანული ვერსიაც მენახა. და კიდევ კარგი რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება როგორც იქნა. არ მახსოვს ბოლოს როდის ვიცინე ასე მთელი გულით ფილმზე. 1-2 ჯერ დაპაუზებაც კი დამჭირდა, ისე ვიცინოდი. არ ვიცი ეს
ჩემი გემონების საკითხია თუ არა, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასაცილო აღმოჩნდა ეს ფილმი. Death at a Funeral-ის სიტუაციური იუმორი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რაც კი მინახავს. ბრიტანული სიმშრალის და სიმშვიდით გაჯერებული დიალოგის კონტრასტი რაღაც მოვლენებთან იდეალური იყო მაქსიმალურად სასაცილო ეფექტის მისაღებად. ფილმის ისტორია და მოვლენათა განვითარებაც უაღრესად კომიკურია და რაც მეტი ინფორმაცია ხდება ნათელი, მით უფრო აბსურდული და სასაცილოა სიუჟეტი. აქვე აღსანიშნავია მსახიობების შესრულება და პერსონაჟები. ყველა მსახიობი იდეალურადაა შერჩეული თავიანთი როლებისთვის. ერთმანეთისგან განსხვავებული, საინტერესო და კარგად განვითარებულია თითოეული მათგანი. ძალიან ნათელია მათი მოტივაციები და მიუხედავად იმისა, რომ მათი მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება ძალიან სულელურია, ალოგიკურს ვერ უწოდებ პერსონაჟებიდან გამომდინარე. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, Death at a Funeral 2007 წლის ფანტასტიკური კომედია სახალისო პერსონაჟებით, ძალიან სასაცილო სიტუაციებით, იდეალური შესრულებებითა და პრინციპში უნაკლო სცენარით. ვისაც გემრიელი სიცილი გინდათ, აუცილებლად ნახეთ. Who's this? Pardon me? That's not my father. Oh, shit, we've taken the wrong one. და ბოლო ფილმი, რომელზეც დღეს მინდა გესაუბროთ, არის The Nice Guys, ანუ კარგი ბიჭები, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი Shane Black-ი გახლავთ. ფილმში მთავარ როლებს Ryan Gosling, Russell Crowe და Angourie Rice ასრულებენ. ფილმი არის კრიმინალური action კომედია, რომელიც 70-იან წლებში ვითარდება და სადაც Ryan Gosling-ი და Russell Crowe დეტექტივებს თამაშობენ. მოვლენათა უცნაური განვითარების შედეგად ამ ორ დეტექტივს ერთად უწევს რაღაც საქმის გამოძიება. თვითონ ფილმის დეტექტიური ნაწილი საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და ჩამთრევია. მაგრამ კომედია უმეტესწილად ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობაშია. ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ეს კონტრასტი სახალისო და სასაცილო დინამიკას ქმნის ფილმში. მათი დიალოგები სწრაფი და ძალიან კარგად დაწერილია. გადაღების სტილიც 70-იანების შესაბამისია. ძალიან ლამაზია მთელი ფილმი და ამერას უხდება გამოყენებული ფერების კოორდინაცია. კოსტიუმები და სეტ დიზაინიც ადეკვატური და სახასიათოა. და ზოგადად ძალიან კომპეტენტურადაა ფილმის ყველა ასპექტი შესრულებული. ეპიზოდური პერსონაჟებიც კი დასამახსოვრებელი და საინტერესოა ყველა, მაგრამ იუმორის მთავარი მომოწროებლები Russell Crowe და Ryan Gosling-ი არიან. ძალიან კარგადაა Russell Crowe შერჩეული თავისი როლისთვის, ცოტა ზედმეტად აგრესიული, ცხოვრებაზე გაბრაზებული და მოძალადე დეტექტივის პერსონაჟს ძალიან უხდება, ფიზიკურადაც და ხმითაც. ბუნებრივად თამაშობს და იუმორისტულ დიალოგებსაც ძალიან ეფექტურად ართმევს თავს. თუმცა ფილმის მთავარი მომოწროებელი Ryan Gosling-ის პერსონაჟი და მსახიობის ფანტასტიკური შესრულებაა. როგორც წესი, Gosling-ს დრამატულ ჩუმ როლებში ვხედავთ და ცოტა თითქოს მოსაწყენი გახდა ამ ერთმანეთის მსგავს როლებში მისი ყურება. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მეტ კომედიურ როლში ვნახავთ Gosling-ს, რადგან The Nice Guys-ში უბრალოდ ფანტასტიკურია. ჯერ მარტო რაღაცების უცებრო ეშინია და კრთება ისე ბუნებრივად და სასაცილოდ გამოსდის, რომ ყველა ასეთ მომენტზე ხმამაღლა ჩამეცინა. იუმორისტულ დიალოგებსაც ისეთი სრული სერიოზულობით და დაძაბული სახით ამბობს, რომ კიდევ უფრო სასაცილოს ხდის და მისი ტაიმინგი იდეალურია. ერთი სიამონება Gosling-ის და Crowe-ის დიალოგის ყურება ეკრანზე. პრინციპში ფილმის გამოძიების ისტორია მეორე ხარისხოვანია და მთავარი სიუჟეტი ამ ორი ადამიანის ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესია. ძალიან სასაცილო დინამიკა აქვს და ფანტასტიკური კომედიური დუეტია. ფილმზე უარყოფითი თითქმის არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ სულ სამ რაღაცას გამოვყოფდი. პირველი ის, რომ გოგო ბავშვის თამაში ცოტა მერყევი იყო. მომენტებში ძალიან დამაჯერებელია და ზოგჯერ არც ისე. და ცოტათი გამოვყავდი ფილმიდან რაღაც სცენებში. მეორე ის, რომ ფილმის დასაწყისში რატომღაც თხრობა გვაქვს, როგორც Russell Crowe-ის პერსონაჟის, ასევე Gosling-ის პერსონაჟის მხრიდან, ცოტა ზედმეტად მეჩვენა და ბოლოს 1-2 ჩხუბის სცენაა ფილმში და გადაღების სტილი დიდად არ მომეწონა. ზედმეტად ბევრჯერ წყდებოდა კადრი და არადამაჯერებელი იყო ქორეოგრაფია. Russell Crowe-თვის სწრაფი ჩხუბის ქორეოგრაფიის დადგმა ცოტა აბსურდულია და არ მომეწონა. დანარჩენი პრინციპში ყველაფერი მომეწონა თან ძალიან. საკმაოდ სასიამოვნო სტილით გადაღებული ლამაზი ფილმია, ძალიან სასაცილო დიალოგებითა და სიტუაციებით. გონია რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ მოეწონება ან ვერ ვურჩევ ამ ფილმის ნახვას, ასე რომ თუ აქამდე არ გინახავთ The Nice Guys, აუცილებლად ნახეთ. Hey, no. How stupid do you think I am? I got a license to carry, motherfucker. Ever since your little visit the other day, this little baby's gonna stay right here.
სულ ეს იყო მეგობრებო, იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს კომედიები და გაგეხალისებთ რამდენიმე საათს მაინც. როცა და ისეთები ამერჩია, რომლებიც დიდად პოპულარულობით არ სარგებლობს საქართველოში, მაინც ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით. იმედია, რომელიმე მაინც გაგაცანით ისეთი კომედია, რომელსაც აქამდე არ გსმენიათ და დაგაინტერესეთ. თუ უკვე ნანახი გაქვთ ამ ფილმებიდან რომელიმე, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებებით. თუ არა და რომლებია თქვენი საყვარელი კომედიური ჟანრის ფილმები. ველოდები კომენტარებს და ასევე არ დაგავწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა. ახლა კი როგორც ყოველთვის დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. Bye!